გამარჯობა. დღეიდან აფხაზეთის საინფორმაციო ანალიტიკური ცენტრი ქართულ და აფხაზურ ენებზე ყოველკვირეულ გადაცემას აფხაზეთი წარმოგიდგენთ. მე მისი წამყვანი გიორგი კინწურაშვილი გახლავართ. დღევანდელ გადაცემაში ნახავთ. წარმატების თორი მხატვარ მარიამ აქუბარდიას გაგაცნობთ. რუბრიკა მესიჯი ახალგაზრდა მუსიკოს პაპუნა შარიქაძეს მასპინძლობს. მიამბე აფხაზეთზე. გადაცემის სტუმარია ყველასათვის ცნობილი ხელოვანი, საქართველოს ნაციონალური ბალეტის დირექტორი ნინო სუხიშვილი. 15 სექტემბერს საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მოსწავლეებსა და სტუდენტებს ჯერჯერობით სწავლა დისტანციურ ფორმატში მოუწევთ. აფხაზეთის ტერიტორიაზე კი სწავლა ტრადიციულად 1 სექტემბერს განახლდა, იმ განსხვავებით, რომ ახალ სასწავლო წელს ქართველ მოსწავლეებს მშობლიურ ენაზე სწავლება აეკრძალათ. ამ საკითხზე კომენტარი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ პალიტრა ნიუსის საინფორმაციო გამოშვებაში გააკეთა. გალის რაიონში მშობლიურ ენაზე სწავლების შეზღუდვის პროცესი ახლა არ დაწყებულა. ეს ტრაგიკული რეალობა წლებია გრძელდება. საოკუპაციო ძალების ბოლო ქმედება ჩვენი საზოგადოების წინააღმდეგ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელებაა. საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა მოხდეს აღნიშნულ ფაქტზე დროული რეაგირება. ეს საკითხი განხილულ იქნება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შემდგომ რაუნდებზე. მიმდინარეობს კომუნიკაცია ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების გათვალისწინებით საოკუპაციო ძალების ქმედებების აღსაკვეთად ძნელია ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, თუმცა აღსანიშნავია საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისათვის ახორციელებს პროგრამას, რომელიც იქ მცხოვრებ აბიტურიენტებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე უმაღლეს სასწავლებლებში უგამოცდოდ ჩარიცხვისა და უფასოდ სწავლების შესაძლებლობას აძლევს. გალის რაიონის სკოლებში ქართულ ენაზე სწავლების აკრძალვის ფაქტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საგანგებო განცხადებებით გამოეხმაურნენ. სამწუხაროდ საქართველოს ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდებების მიუხედავად გრძელდება ოკუპირებულ რეგიონებში, განსაკუთრებით გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებს და პრინციპებს. მსგავსი უკანონო ქმედებები წარმოადგენს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ მრავალი წლის მანძილზე წარმოებული ეთნიკური დისკრიმინაციისა და რუსიფიკაციის პოლიტიკის გაგრძელებას, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული კვალის განადგურების და მოსახლეობის სრულ ასიმილაციას ისახავს მიზნად. ჩვენთვის უკიდურესად მიუღებელია გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების უხეში დარღვევა, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ძირითად ნორმებს და პრინციპებს. ქართული მხარე ძალღონეს არ დაიშურებს და გამოიყენებს ყველა მის ხელთ არსებულ ბერკეტს, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების სხვა ფუნდამენტური უფლებების, მათ შორის ბავშვთა საუკეთესო ინტერესების დასაცავად. დაიწყო საშემოდგომო სესია, სამწუხაროდ ისევ პანდემიის პირობებში ვიმყოფებით, ამიტომ ჩვენ არ შეგვეძლო გვერდი აგვეულო ამ პრობლემისთვის. ამაზე ვისაუბრეთ, რა თქმა უნდა. ჩვენ ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, რომელიც გვაქვს დასახული, როგორც საკანონმდებლო ორგანოს ჩვენ საკანონმდებლო
საქმიანობაზე გავამახვილეთ ყურადღება. გვაქვს მთელი რიგი კანონ პროექტები საქართველოს პარლამენტში შეტანილი, რომელიც დამტკიცებას ელოდება. ამ მიმართულებით იქნება ძალიან დიდი მუშაობა ჩასატარებელი. ახალი კანონ პროექტებია მოსამზადებელი. ჩვენ ყურადღება გავამახვილეთ აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე. პირდაპირ მიმდინარეობს პროცესი, რომელსაც აფხაზეთის ანექსია ქვია. აი ეს ეგრეთ წოდებული მადაღებული პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნას. გარდა ამისა, ახლა კიდევ მუშავდება დამატებით ახალი პროგრამა აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, რაც ფაქტობრივად ნაწილია იმ პირველი პროგრამის, რომელმაც უნდა დაასრულოს რეალურად აფხაზეთის ანექსია. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ბუნებრივია გვიწევს გარკვეული რეაგირება, შესაბამისი განცხადებების გაკეთება, ინფორმაციის მიწოდება ყველა დონეზე. ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი სასესიო პერიოდის გახსნა და ამ გახსნაზე უმაღლესი საბჭოს პლენარული სხდომისადმი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მიმართვა. როგორც წესი, ეს არის სოციალური დაცულება პანდემიის პირობებში, მხარდაჭერა ჩვენი დევნილებისთვის, შეძლების დაგვარად შემსუბუქება ამ პერიოდის გადატანისა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა და ჩვენი ჩართულობის ხარისხის ამაღლება, პოლიტიკური საკითხები, რა თქმა უნდა, ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად და რა თქმა უნდა, ყველაზე მთავარი საკანონმდებლო ინიციატივები. უმაღლესი საბჭო მიუხედავად შექმნილი მდგომარეობისა აქტიურად ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის სამსახურებთან ერთად აქტიურად არის ჩართული ყველა პოლიტიკურ სიტუაციაში და პროცესში, რომელიც აფხაზეთის პრობლემატიკას უკავშირდება და ვცდილობთ ჩვენი კონკრეტული წინადადებებით ხელი შეუწყოთ ამ პროცესის ხარისხის ამაღლებას. ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული იქნა პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი დევნილი ბენეფიციარების სკრინინგს, რაც თავის თავში გულისხმობს, რომ დედაქალაქიდან შერჩეული ექიმ სპეციალისტების მიერ ხორციელდება პაციენტების, ბენეფიციარების კომპაქტურ დასახლებებში მაცხოვრებელი დევნილების კვლევები. აღნიშნული პროგრამა ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც განხორციელდება სხვადასხვა რეგიონებში. დღეს სოხუმის ქუჩაზე აფხაზეთიდან კომპაქტურად ჩასახლებულ მოსახლეობასთან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხარდაჭერით აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ხორციელდება ადგილობრივი აქ ცხოვრები მოსახლეობის სკრინინგი სხვადასხვა მიმართულებით. მე მინდა პირველ რიგში მადლობა გადაუხადო მათ ამ ღონისძიებისთვის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია აქ ცხოვრები მოსახლეობისთვის და მე მინდა მათ ჯანმრთელობა უსურვო, რა თქმა უნდა. რაც შეეხება მუნიციპალურ დონეზე, მუნიციპალიტეტს გააჩნია სოციალური მიმართულების პროგრამა უშუალოდ დევნილების მიმართულებით, რომელიც სამედიცინო მომსახურებაზე ითვალისწინებს 1000 ლარის მომსახურებას, 1000 ლარის ფარგლებში, ხოლო სამედიცინო მედიკამენტების მიმართულებით ჩვენ შეგვიძლია თელავში მცხოვრებ დევნილებს 300 ლარის მედიკამენტებით დავეხმაროთ.
აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გრძელდება სკრინინგ კვლევების ჩატარება დევნილ მოსახლეობაში. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობას იღებს მაღალკვალიფიციური ექიმ სპეციალისტები სხვადასხვა მიმართულებით, როგორც დედაქალაქიდან, ასევე დევნილთა სამედიცინო დაწესებულებებიდან. აღსანიშნავია, რომ პანდემიის პირობებში მკვეთრად იკლო ბენეფიციარების მიმართვიანობამ პირველად ჯანდაცვის რგოლზე დღეს მალთაყვის დევნილთა ჩასახლებაში იგეგმება 200 დევნილამდე პირის გამოკვლევა. აფხაზეთის მთავრობის ინიციატივით და ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ჩართულობით ფოთში დევნილთა დასახლებაში ჩატარდა მოქალაქეთა გასინჯვები, აქციის ფარგლებში მოწვეული იქნა სხვადასხვა კლინიკის სპეციალურად მოწვეული ექიმები, რომლებმაც დევნილ მოსახლეობას ჩაუტარეს სხვადასხვა სახის გამოკვლევები. მადლობას ვუხდი აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რომელიც მთავარი ინიციატორი და სულისჩამდგმელია მსგავსი აქციების. აქციის ფარგლებში დევნილთა დასახლებაში 200-მდე დევნილი მოქალაქეს ჩაუტარდა სხვადასხვა სახის გამოკვლევა. წარმატების სტორი გადაცემის ამ ნაწილში გაეცნობით აფხაზეთიდან დევნილ ცნობილ და საზოგადოებისთვის დღემდე უცნობ საინტერესო და ნიჭიერ ადამიანებს. დღეს კი მხატვარი მარიამ ახუბარდია თავისი წარმატების ისტორიას გიამბობთ. ყოველთვის მგონია, რომ ნებისმიერი პროფესია, რომელიც შენი ცხოვრების ნაწილად იქცევა, შეიძლება ბევრად ადრე დაიწყოს, ვიდრე ამასთან შეხებას დაიწყებ, რაღაც ქვეცნობიერად ამაზე მუშაობ. ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა ომის შემდეგ აფხაზეთმა და ომამდე მოყოლილმა ისტორიებმა. ზოგადად ხელოვანისთვის პირადი გამოცდილება არის თავისი შემოქმედების, ესე ვთქვათ, ჩონჩხი, რითიც თუნდაც გაუცნობიერებლადაც, რომც არ გააცნობიეროს ეს მაინც აისახება ნამუშევრებზე და შემდეგ უკვე ხდება აი ამ ჩონჩხის სხვანაირად ხორცშესხმა და უფრო უნივერსალური ხდება და ყველა ადამიანისთვის შეიძლება რაღაც ახლობელი იყოს და საკუთარ გამოცდილებებს პასუხობდეს. ხელოვნებას სწორედ აქვს ის როლი, რომ რაღაც მშვიდობის როლი აქვს ყოველთვის და აი ეს ვიზუალური სამეტყველო ენა ყოველთვის რაღაც არის მასში ეს კოდები, რაც ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი და რაც დაახლოებს და საერთო ენას აპოვნინებს. ჩემი აზრით სწორედ კულტურას შეუძლია ამით მოიზიდოს და დაახლოვოს ესე თითქოს ორად გახლეჩილი ერთი თაობა. კომიქსის იდეა გაუჩნდა ჩემს მეუღლეს, გურამ საყვარელიძეს, რომელიც არ არის იძლებით გადაადგილებული პირი, თუმცა მისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა აი ამ პირადი ისტორიების და ადამიანური ისტორიების მოსმენა. ბავშვის თვალით დანახული დევნილობაა და მისი აღქმა, რომელიც ბოლომდე ვერ იაზრებს რა ხდება, თუმცა რაღაცნაირად ბავშვური ინტუიციით ხვდება, რომ არ არის ის სილაღე, რაც მას უნდა ჰქონდეს. ბავშვობაში რაც მახსოვს, იყო უფრო მოძრავი შედარებით, ან ნაომარ ქალაქთან შედარებით, ძალიან ბევრი ბავშვი იყო ქუჩაში. შემდეგ უკვე როდესაც ბებიების და ბაბუების თაობა გარდაიცვალა, დაცარიელდა ქალაქიც და მათ შვილებს და შვილიშვილებს უკვე აღარავინ ყავდათ, ვისაც ჩააკითხავდნენ. კონტრასტი საკმაოდ დიდია, უფრო დაცარიელდა, უფრო რაღაც უკაცრიელი გახდა, ვიდრე რაც მახსოვს ბავშვობაში. დავიბადე გალში და ვცხოვრობდი გალში 3 წლამდე, შემდეგ უკვე 6-7 წლის ასაკიდან ზრდასრულობის ასაკამდე და ცოტა მერეც ყველა საფხული იქ მაქვს გატარებული. ეს ნამუშევარი ეხება ძველ სასტუმრო სანატორიუმებს, რომლებმაც დაკარგეს ფუნქცია და დღეს გახდა ძალიან ბევრი ადამიანის საცხოვრებელი ადგილი, უკვე თითქმის 30 წელია. თუმცა ძალიან ბევრ თემას იტევს, არ არის რაღაც ერთ კონკრეტულ თემაზე ეს ნამუშევრები და დროც ისეთი არის ეფემერული და ძალიან ამბივალენტურია, იმიტომ რომ ეს
დრო, რომელშიც არის მანამდე იყო თუ ახლა, ესე დაკონკრეტებული არ არის. რუბრიკაში მესიჯი წარმატებული მუსიკოსის პაპუნა შარიქაძის სამშვიდობო გზავნილს გაეცნობით. ჩვენ რაც აფხაზეთზე ვიცით, ძირთად არის ან რაღაც ისტორიული წყაროებიდან, ან მოყოლით გადმოცემით სხვადასხვა ადამიანებისგან და თუმცა მყავს მეგობრები, რომლებიც წარმოშობით არიან გალიდან, სოხუმიდან და მათ უშუალოდ გამოიარეს ეს რთული პერიოდი და ეს თემა ყოველთვის აქტუალური არის, მოკლედ და ცით რა არის, აი შეგრძნება რაღაც დანაკლისის თუ აი ტკივილის განცდა ეს მომენტი ყოველთვის არსებობს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩემთვის. ჩემი სურვილი იქნებოდა რომ აი ეს რაღაცა ვაკუუმის პერიოდი, რაც ახლა არის, ამან არ განაპირობოს საერთოდ ჩვენ შორის კავშირის გაწყვეტა რა, აი რაღაც გენეტიკური კავშირის, რაც ჩვენ შორის არსებობს და არამედ პირიქით, ანუ ამან განაპირობოს ის, რომ ჩვენ უფრო უკეთესად ჩავიხედოთ ჩვენ თავებში, მივხვდეთ ჩვენ საკუთარ შეცდომებს. მესიჯს რაც შეეხება, მეტი მუსიკასთან მეტი შეხება გქონოდეთ, ჯაზს მეტი მოусმინეთ, იმიტომ რომ თავისუფლების სიმბოლო არის ეს მუსიკა და ტყუილად არ არის თავისუფლების სიმბოლო. აუცილებლად როცა დადგება ის, რომ ჩვენ ისევ გავერთიანდებით, ჩვენ უნდა ჩავიდეთ გალში და იქ დავუკრათ ჯაზი და მე ბოლომდე ამ იდეის გულშემატკივარი ვარ და ოპტიმისტურად ვუყურებ ერთი სიტყვით და ველოდები ამ დროს, რომ მე როგორც მუსიკოსი ჩავალ აფხაზეთში, გალში იქნება თუ სოხუმში, თუ სადმე სხვაგან და იქ დიდი სიამოვნებით შევასრულებ ჩემს საქმეს და დაუკრავ ჯაზს. მიამბე აფხაზეთზე ქართული ქორეოგრაფიის ღირსეული წარმომადგენელი, სუხიშვილების ნაციონალური ბალეტის დირექტორი და გენერალური პროდიუსერი ნინო სუხიშვილი აფხაზეთს იხსენებს. მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელსაც აფხაზეთში გატარებული აქვს ძალიან ბევრი და დიდი დრო. ძირითადად ზაფხულის თვეები და ძალიან თბილად მახსენდება. მე ალბათ გავაიგივებდი ამ აფხაზეთზე მოგონებას ბავშვობის მოგონებად. აი ჩემთვის აი როგორც ბავშვობა მენატრება ხოლმე და ის ბედნიერი დღეები, აი ესევე მენატრება აფხაზეთი. მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა მაქვს გატარებული და აი ეს მხარე, რომელიც ერთ-ერთი ულამაზესი მხარეა ჩემი ქვეყნის, ნამდვილი მარგალიტი, საქართველოსი, მახსენდება ძალიან თბილად, ლამაზად. აი არ შემილია რომ არ ვთქვა ჩემი აფხაზეთი, ჩემი გაგრა, ჩემი პიცუნდა, ლიძავა, მიუსერა, სინოპი, ეს ის ადგილებია, რომელიც მე არ დამავიწყდება არასდროს. ალბათ ყველაზე ბედნიერი მაშინ ვიყავი. შეიძლება ეს მგონია, იმიტომ რომ პატარა ვიყავი, ახალგაზრდა ვიყავი და ყოველთვის აი წარსულს რო გადავხედავ, არ შეიძლება რომ არ გამახსენდეს ის ლამაზი პერიოდი და ხშირად მესიზმრება აფხაზეთი. ბავშვობას ვადარებ, მაგრამ ალბათ გამონაკლისი იქნება აფხაზეთს და ბავშვობას შორის ის, რომ ბავშვობა არასდროს არ დაგვიბრუნდება და აფხაზეთის დაბრუნების იმედი მე ყოველთვის მაქვს. იმიტომ რომ ჩვენ ერთნი ვართ, ეს ერთი ქვეყანაა, ეს ჩემი სამშობლოა და როგორც ვერ განვასხვავებ და ვერ გავყოფ ქართლს, კახეთს, იმერეთს, რაჭას, სვანეთს, აჭარას, ასე ვერ გამოვყოფ აფხაზეთს ვერასდროს ცალკე. ეს ყოველთვის ჩემთვის
ყოველთვის ერთიანი საქართველო იქნება. მოცეკვავის ამპლუაში მე არ მომიწია აფხაზეთში კონცერტებში მონაწილეობა, მაშინ პატარა ვიყავი, ახალგაზრდა ვიყავი, მაგრამ მე მახსოვს ყოველთვის ჩავდიოდით ჩვენ ზაფხულობით იყო პიცუნდაში ფესტივალები, რომელშიც მონაწილეობდით, ასევე სოხუმში არაერთხელ გაგვიმართია კონცერტები. ძალიან ბევრი მოცეკვავე ყავდა ჩვენ აფხაზეთიდან და ჩვენ ანსამბლში გაიზარდნენ, დაიხვეწენ პროფესიონალები, გახდნენ, შემდეგ დაბრუნდნენ სოხუმში და შექმნეს მშვენიერი ანსამბლები. მე კარგად მახსოვს ძმები ტარბები იყვნენ ესეთი არველოდი და კანდიდ ტარბა, რომლებმაც შემდეგ აფხაზეთში მშვენიერი ანსამბლი შექმნეს და მას ხელმძღვანელობდნენ. ქალბატონი ნინო ქმნიდა ცეკვებს, არა მარტო აფხაზურს, უამრავი ცეკვები აქვს შექმნილი, ძველი თბილისის ფოლკლორი, ნარნარი, სამაია, აჭარული, ხა ეს იქმნებოდა ქორეოგრაფიული ნახაზები. რასაკვირველია, გამოყენებული იყო იმ ეთნიკური ჯგუფის ილეთები და ეს 1-2 ილეთიდან იქმნებოდა ხოლმე ცეკვა და კომპოზიცია. ბოლო ესე იგი ეს აფხაზური, მისი ბოლო ნამუშევარი იყო ფაქტიურად ეს სადღაც 80-იან წლების დასაწყისში, შეიძლება 70-იანის ბოლოს, მან შექმნა ეს ძალიან ლამაზი და ჩემი გაგებით ერთ-ერთი ყველაზე მოდერნისტული ქორეოგრაფიული კომპოზიცია იმ თაობის ანსამბლში, აი იმ ძველ ტრადიციულ პროგრამაში ეს იყო ალბათ პირველი ყველაზე მოდერნისტული თამამი ქორეოგრაფიული დადგმა ნინო რამიშვილის და არაჩვეულებრივი კოსტუმი, რომელიც ბატონმა სოლიკო ვირსელაძემ შექმნა და ეს ცეკვა უცებ გახდა ძალიან პოპულარული და ძალიან ლამაზი, დღემდე არის ჩვენს პროგრამაში ეს ცეკვა. და ეს იყო ნაკრები, ესეთი მთიულური, აფხაზური, სხვადასხვა, ესე იგი იმ ეთნიკური ჯგუფების, ვინც ცხოვრობდნენ აფხაზეთის მიწაზე, ასეთი ნაკრები, მთიულურ აფხაზური ცეკვა. და ამიტომ ეხლაც გვაქვს ჩვენ პროგრამაში, სხვათა შორის ახალ პროგრამაში უკვე ილიკო სუხიშვილმა უმცროსმა დადგა ესეთი აფხაზურ მეგრული კომპოზიცია ცეკვა, რომელსაც დაარქვა ოტობაია და ესეც რაღაც აი ნოსტალგიური მომენტია, აი ამ ესეთი მოთხოვნა იყო, რომ კიდევ ერთი ესეთი აფხაზური ცეკვა ჩვენ პროგრამაში ყოფილიყო. მე ესე ვიტყოდი, ჩვენი ანსამბლი ფაქტიურად არის მოდელი სახელმწიფოსი და ქვეყნის და ჩვენ პროგრამაში არის ყველა კუთხის და ყველა რეგიონის ცეკვა წარმოდგენილი და ჯერჯერობით მხოლოდ ჩვენ პროგრამაში, ჩვენი ანსამბლის პროგრამაში დაცულია საქართველოს მთლიანობა. ჩვენ ყველა ცეკვის, ყველა რეგიონის ცეკვას პროგრამაში ვასრულებთ. და ეს არის ძალიან სასიამოვნო, ეს თითქოს რაღაცა იმის შეგრძნება გაქვს, რომ შენი საქართველო არ არის დანაწევრებული, ეხლაც მთლიანია და აი ამას პროგრამაში ვინარჩუნებთ, იმიტომ რომ ის რაც რეალობაში არ ხდება, შენ შეგიძლია ხელოვნებაში ეს განახორციელო. ყოველთვის შეიძლება რაღაცა პატარა მარცვალიდან ესე განვითარდეს და ამოვიდეს და აშენდეს ახალი ურთიერთობები და ამაში ალბათ ორივე მხარემ უნდა მიიღოს მონაწილეობა. მაინც ეს ერთობლივი საქმეა და ყველამ ერთად უნდა მოვინდომოთ. ჩემი ოცნებაა, რომ მე აფხაზეთში ჩავიდე და სოხუმში კონცერტი გავმართო. და იმედი მაქვს, რომ მოვესწრები ამას. ჩვენ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვენ კოლეგებს, ჩვენ შეგვიძლია გავხსნათ ჩვენი ფილიალები აფხაზეთში. ეს იქნება ბავშვთა სტუდიები თუ ცეკვის სკოლები თუ ბავშვთა ანსამბლები თუ პროფესიონალური კოლექტივები. ყველანაირად დაუდგებით გვერდზე და ყველანაირად შევეცდებით. სიამოვნებით მივიღებ ისევ ეთნიკურ აფხაზებს ჩვენთან ანსამბლში, ყოველთვის ძალიან კაი მოცეკვავები მოდიოდნენ და კიდევ უფრო იხვეწებოდნენ და იზრდებოდნენ. გამოცდილების გაზიარების დიდი სურვილი მაქვს და ეს ნელ-ნელა რაღაც აი ამ რაღაც გზას რაღაც გაგვიკვალავს ერთმანეთისკენ. ერთადერთი გზავნილია ძალიან დიდი სურვილი ისევ დაახლოვების და ალბათ კიდევ გზავნილი არის სიყვარული. სიყვარული ყველაფერს ააშენებს, იმიტომ რომ რა ვიცი, მსოფლიოს გადაარჩენს სიყვარული და რაც უფრო ერთმანეთის მიმართ ვიქნებით მიმტევებლები, ლმობიერები, დამთმობები, ალბათ ეს დაგვეხმარება ურთიერთობების აღდგენაში. მე ძალიან მინდა, იმიტომ რომ ყველანაირად სანამ შეგვიძლია
და სანამ ამის საშუალება ღმერთმა მოგცა, რომ ერთმანეთის გვერდზე ვიდგეთ, რატომ არა? დღეისათვის სულ ეს იყო. გემშვიდობებით მომავალ კვირამდე.